სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. დღეს სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს ორი სასწაული. თუ როგორ განკურნა მან სისხლმდინარე ქალი, რომელსაც ვერანაირი ადამიანური საშუალებებით ვეღარ კურნავდნენ და მკვდრეთით აღადგინა ახალგაზრდა გოგონა მისი მშობლების დიდი მწუხარების და ლოცვების საპასუხოდ. ეს სისხლმდინარე ქალი მივიდა უფალთან და მისი სამოსლის კალთას შეეხო და უფალმა მას უთხრა: ნუ გეშინია შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით. აი უფლის ეს სიტყვები განეკუთვნება არა მხოლოდ ამ დედაკაცს, ამ ქალს, არამედ შეიძლება ეხებოდეს ყველა ადამიანს. იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება იყოს სისხლმდინარე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. ამიტომ ეს სიტყვები ეხება ყველას, ვინც ამ ცხოვრებაში მიიღო სულიერი ჭრილობები, ვინც მიისწრაფის საღვთო მკურნალისკენ, ქრისტესკენ და სურს მისი სამოსლის კალთას შეეხოს. და ჩვენ დავფიქრდეთ, თან არა ვართ ჩვენ ასეთი სულიერად სისხლმდინარენი, გან არ არის ჩვენი სულიც სავსე ცოდვებით, რაც არის სნეულება სულიერი. აი ამ სნეულებებით საერთოდ ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანის ცოდავს, ყველას აქვს ეს ცოდვები და სნეულებები. ამას გვასწავლიან წმინდა მოციქულები. აი მაგალითად იაკობ მოციქული, ძმა უფლისა, ამბობს: ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ასევე წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც წერს, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ცოდვა არ აგვაქვს, ესე იგი თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. და კარგია, როცა ვხედავთ ამ ცოდვებს, მაგრამ ბევრ მათგანს ჩვენ ხომ ვერც ვხედავთ, ანუ ნაწილს ვხედავთ, ნაწილს ვერა. და რატომ? რომ ისე ვართ შეზრდილები ამ ცოდვასთან, რომ ვეღარც ვასხვავებთ უკვე სად არის ჩვენი სული და სად არის ცოდვა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე სულიერ მდგომარეობაში არიან, რომლებიც საერთოდ ვერ გრძნობენ, საერთოდ ვერ ხედავენ ვერანაირ ცოდვას თავის სულში. აი ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც. როცა ადამიანს სული მკვდარი აქვს, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს. და როგორ ვლინდება ეს, რომ ადამიანი აკვირდება თავის თავს, მაგრამ ცოდვებს ვერ ხედავს. ამბობს, რომ არა აქვს ცოდვა, არ ცოდავს.
ალბათ არაერთი მოძღვარი დამეთანხმება, რომ ჩვენს სამოძღვრო პრაქტიკაში ქონია შეხვედრები ასეთ ადამიანებთან. საოცარია, რომ აღსარებაზეც კი იყოფილან ასეთები. ან მათთან მიუყვანიათ მღვდელი და უთქვამთ, რომ მე არაფერს ისეც არ ვწოდავ, ან მე წესიერი ადამიანი ვარ, ცოდვები არ მაქვს და ასე შემდეგ. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ადამიანს სული პარალიზებული აქვს? აი როგორც დამბლად აცემული ადამიანი ვეღარ გრძნობს ფიზიკურ ტკივილს, აი ასე არის ესეც. რომ ადამიანს სული მკვდარი აქვს და ვეღარ გრძნობს თავის აი ამ სნეულებას და ცოდვას. და აი ასეთი ადამიანის გაცოცხლებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევა და მადლი სჭირდება. უფალ იესო ქრისტეს გარშემო იყო ხალხმრავლობა და ამ სისხლმდინარემ ქალს ეგონა, რომ ამიტომ შეუმჩნეველი დარჩებოდა მისი სნეულებაც, ქრისტეს შეხებაც, იმიტომ რომ რჯულით აკრძალული იყო ასეთ მდგომარეობაში ის, რაც მაგან გააკეთა. და უეცრად ესმის, ვინ შემეხო მე? მაცხოვრის სიტყვები. და წარმოიდგინეთ ამ ქალის მღელვარება, მას ეგონა, რომ ეხლა ყველაფერი გამჟღავნდება, მას ელის სასჯელი, ამიტომ დაიჩოქა ქრისტეს წინაშე და ყველაფერი უთხრა, ყველაფერი უამბო. და აი უფალმა უთხრა ეს სიტყვები, რომ ნუ გეშინია ასულო, შენ მარწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით. აი რა ძალა აქვს ძვირფასო ძმებო და დებო, ცოცხალ რწმენას და ასეთი რწმენით ქრისტესთან მიახლებას. იქვე იყო იაიროსი, სინაგოგის წინამძღვარი, რომელსაც შვილი უკვდებოდა. და მან დაუჩოქა მაცხოვარს და სთხოვა, რომ მასთან სახლში მისულიყო და გოგონა განეკურნა. ამ დროს მოდიან მისი მსახურები და ეტყვიან, რომ გოგონა გარდაიცვალა და არ ღირს მოძღვრის შეწუხება. და აი უფალმა, როდესაც დაინახა მისი დიდი მწუხარება, უთხრა მას, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება შენი შვილი. აი როგორი საოცარი სიტყვებია, რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის. განსაცდელის ჟამს, მწუხარების ჟამს, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს. აი მასასადამე ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ეპიზოდი ამსახარების გვასწავლის ჩვენ, რომ შესაძლებელია განკურნებაც ღვთის მადლით და მკვეთრით აღდგომაც ჩვენი, თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ და თუ გვექნება რწმენა, რომ ეს შესაძლებელია. და კიდევ ეს დედაკაციც და იაიროსიც მიდიან მაცხოვართან და უჩოქებენ მას. ეს ნიშნავს, რომ დიდი სიმდაბლით და დიდი რწმენით ევედრებოდნენ უფალს. ესეც ჩვენთვის მაგალითია, რომ ჩვენს თუ ასეთი მტკიცე რწმენით და სიმდაბლით მივიახლებით მაცხოვარს და შევთხოვთ ჩვენი ცოდვების მიტევებას და განკურნებას, იგი შეგვინდობს ჩვენ და განკურნავს. რამე თუ ის არის კურნალი სულთა და ხორცთა ჩვენთა და მხოლოდ მას ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თარა მამით და სული წმინდით აწთა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით ილოცება ხერხაძეების გვარი
ღმერთმა დააგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არის ღმერთი.